მომიტინგეების გეგმის მიხედვით პარლამენტის შენობასთან სახალხო კრების აქცია ხვალ საღამომდე გაგრძელდება. ამ გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე კრების ლიდერებმა მომიტინგეებს ქუჩაში დარჩენისკენ მოუწოდეს. ნინო ბურჯანაძის განმარტებით თბილისის მერიამ სახალხო კრებას აქციების გამართვაზე სანქცია 27 მაისამდე მისცა, რაც ნიშნავს, რომ მათ პარლამენტის შენობასთან ყოფნის კანონიერი უფლება გააჩნიათ. ჩვენ 27-მდე თუ არ ვწდები თუ იმის იქეთაც გვაქვს უფლება რომ აქ როგორ გეკადრებათ რუსთაველის გამზირი ეს არ არის თუ პრივატიზებული აქვს მიშას ანუ აქედან წასვლას არა ბატონო ჩვენ რამდენიმე ადგილზე გვქონდა შეტანილი განცხადება მე მიკავია ხელში საქართველოს კონსტიტუცია მოქმედი კონსტიტუცია რომლის 25 მუხლის პირველი ნაწილის თანახმა ყველას გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯარო და უიარაღოთ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. აქვე არის შემდეგი პუნქტი, ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ამ მანიფესტაციის შეწყვეტა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.